გვაცხადებ საჩხერის სამთო ცნის ბაზას გახსნილად და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოულოცო, ეს მე მიმაჩნია ჩვენი ჯარისთვის შეიარაღებული ძალებისთვის ისტორიული მნიშვნელოვანი დღე. მადლობთ. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა საქართველოში ერთადერთია, სადაც სამთო პირობებში ბრძოლას და სამაშველო ოპერაციების წარმოებას ასწავლიან მებრძოლებს. სკოლა 2006 წლის 22 აგვისტოს გაიხსნა. საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლაში სპეციალური სამთო პროგრამით შესაძლებელია ერთდროულად 127 სამხედრო მომსახურის სწავლება. მათ ფრანგი ინსტრუქტორები წვრთნიან. ისინი ქართულ სამხედროებს კლდეზე ცოცვის, ბაგირით დაშვების, მდინარეების გადალახვის ტექნიკურ ხერხებს ასწავლიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, რომ მომზადეს ქვეითი ბრიგადების ბატალიონები იმისათვის, რომ მოუწევთ მოქმედება მაღალმთიან რეგიონებში ბრძოლის წარმოებისა, ისინი იყვნენ მომზადებულები. და ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ამოცანა, რომ მოამზადოთ ქვეითი ქვედანაყოფები და მომზადებულები იყვნენ ნებისმიერ პირობებში, განსაკუთრებით თიან პირობებში საბრძოლო მოქმედების წარმოებისთვის. ეს არის ჩვენი სკოლის ძირითადი ამოცანა. 35 ჰექტარზე გაშლილ სამხედრო ობიექტზე ევროპული ანალოგების მსგავსად აშენებულია სასტუმრო, სასადილო, კაზარმები, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. პირადი შემადგენლობის ძირითადი მოსასვენებელი ადგილი სასტუმროა, რომელიც გათვლილია 300 კაცზე. საჩხერის სამთო მსროლელთა სკოლის ტერიტორიაზე 17 წლის წინათ მხოლოდ ერთი ნახევრად დანგრეული შენობა და ვაგონი იდგა. სწორედ იმ დროიდან იწყება ქართულ სამთო მსროლელთა ისტორია. დანაყოფის მაშინდელმა მეთაურმა ბესიკ ქუთათელაძემ 1989 წელს საჩხერეში პირველი აღლუმი ჩაატარა. მაშინ მან საჩხერის რაიონის ახალგაზრდების შეკრიბა და საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა. გვარდიამ ფაქტიურად მარტო დიქტატურული მიმდინარეობა და სიმპტომები კი არ მოსვა საქართველოში. ქართულ ჯარს ჩაუყარა საფუძველი. სკოლის ინფრასტრუქტურა 17 წლის წინანდელი მდგომარეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. საჩხერის დღევანდელ სამთო მსროლელთა სკოლაში მომზადებულია ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი. იწყება სპეციალური სირთულეთა გადასალახის ზოლის გაკეთება. სკოლაში მსახურობს 29 ოფიცერი და 107 სერჟანტ-კაპრალი. პირადი შემადგენლობა მთლიანად საკონტრაქტო საფუძველზე არის დაკომპლექტებული. აქ რიგითები არ არიან. კონტინგენტი სხვა სამხედრო ნაწილებთან შედარებით თითქოს არაფრით გამოირჩევა. თუმცა მაღალმთიან რელიეფზე ნებისმიერი სახის ოპერაციის ჩატარება განსაკუთრებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას საჭიროებს. შერჩევა მოხდა რა თქმა უნდა გამოცდების და ტესტირების საფუძველზე, შერჩეული იყო როგორც ფიზიკური მონაცემების მიხედვით, ასევე ფსიქოლოგიური. ელემენტარულად სურვილი უნდა ჰქონოდა ადამიანს სამთო ქონაყოფში და სამთო ინსტრუქტორად ყოფნის, იმიტომ რომ ეს ითხოვს დამატებით ფსიქოლოგიურ მომზადებას და მორალურ მომზადებას. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო გათვალისწინებული და ამის საფუძველზე იქნა შერჩეული ის ინსტრუქტორები. მიუხედავად სურვილისა,
საჩხერის სამთო მსროლელთა მომზადების სკოლაში ყველა ვერ მოხვდება. სამთო მსროლელის პროფესია ავირჩიე გამომდინარე იქიდან, რომ მთა ძალიან ძნელი გადასალახია, ძალიან სირთულეებს წარმოადგენს, სირთულე ცხოვრებაში ძალიან კარგია. სამთო მსროლელმა შეიძლება იმოქმედოს და მოქმედება მოუწიოს რამოდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე. ეს დამატებით ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს, რომ არ ქონდეს სიმაღლის შიში, არ ქონდეს რაღაც ჰაერის ნაკლებობის შემთხვევაში რაღაც დისკომფორტი, არ იგრძნოს რაღაც სტრესი და ასე შემდეგ. სამთო მსროლელი ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი ქვეითისგან. პირველ რიგში მომზადებით, აგრეთვე სპეციალური აღჭურვილობით. ამუნიციას ემატება ინდივიდუალური სპეცსაშუალებები, რითაც მსროლელის აღჭურვილობის წონა საგრძნობლად 45 კილოგრამამდე იზრდება. თითოეულ სამთო ქვედანაყოფის წევრს სამთო მსროლელს უნდა ჰქონდეს როგორც კოლექტიური აღჭურვილობა, ისე ინდივიდუალური. მე გულისხმობ სამთო აღჭურვილობას. ეს საკმაოდ დიდი წონაა, დიდი ტვირთია დამატებითი. გარდა ამისა, დიდ ფასებთან არის დაკავშირებული, ძალიან ძვირია სამთო აღჭურვილობა, თანამედროვე სამთო აღჭურვილობა, რომელთაც დაკომპლექტებულია ჩვენი სკოლა. და წონას დაახლოებით ზუგჩანთის წონა სამთო მსროლელს შეიძლება შეადგინოს 40-45 კილოგრამი. და ეს დამატებით ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს თითოეული სამთო მსროლელის. სამთო მსროლელის მომზადების პირველი ეტაპი ალპინისტთა მომზადება გადამზადების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გულისხმობს. ამ ეტაპზე ქართველი ინსტრუქტორების ზამთრის პირობებში გაწვრთნა მოხდა. 5 კვირის განმავლობაში ჯარისკაცებმა თხილამურებით მოძრაობა, მთიდან ვერტიკალურად დაშვების ხერხები და სხვა სახის მომზადება გაიარეს. განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან ზონებში საბრძოლო ოპერაციის წარმოებას ეთმობა. სამთო მსროლელის ფიზიკური კონდიციები უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ქვეითის. და აქედან ამაშია განსხვავება სამთო მსროლელსა და ქვეითს შორის, რომ ქვეითი სადაც ვერ გადავა, იქ სამთო მსროლელი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეითს პრობლემა არ შეექმნას მოძრაობაში. ბუნებრივმა რელიეფმა თუნდაც პრობლემა არ შეექმნას გადაადგილებაში. სამთო მსროლელი არის ადამიანი, რომლისთვისაც წინააღობა არ არსებობს. არ არსებობს არც მთა, რომლის გადალახვა არ შეუძლია, არ არსებობს ხეობა, რომლის გადალახვა არ შეუძლია. ანუ მას შეუძლია ყველაფრის გადალახვა, ყველა სიმაღლეზე ასვლა, ყველა მწვერვალის დალაშქვრა. ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროგრამის ფარგლებში ქართულ ჯარისკაცებს ფრანგის სამთო მსროლელები წვრთნიან. ინსტრუქტორების ჯგუფს პოლკოვნიკი ბლას მიშელი ხელმძღვანელობს. აღნიშნული კურსი სამთო მსროლელთა ევროპული სკოლების პროგრამების ანალოგია. Alors, ce stage s'inscrit dans un programme de... ეს კურსი მოქმედებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე. კურსის მიზანია სამთო ინსტრუქტორების მომზადება, რომლებიც მსახურობენ საჩხერის სკოლაში. კურსდამთავრებულებს საფრანგეთის სამხედრო მოთხილამურის სერტიფიკატი გადაეცემათ. პროგრესი უკვე სახეზეა. სწავლება ჩატარდა ორ ნაწილად. ქართულმა სამხედროებმა თეორიული მომზადება გაიარეს საჩხერის სამთო სასწავლო ცენტრში. პრაქტიკული მეცადინეობები კი ბაკურიანის სათხილამურო ბაზაზე. 2006 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს და საფრანგეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საფრანგეთის სამთო ჯარების ინსტრუქტორები ქართულ ჯარისკაცებს 2 წლის განმავლობაში გაწვრთნიან. Donc pour nous dans un premier პირველ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია ჯარისკაცებმა დამოუკიდებლად გომაისალონ თხილამურებზე. იმოძრავონ ტვირთით წინასწარ განსაზღვრულ გზაზე. საფრანგეთში იგივე ფორმატის კურსი უფრო ინტენსიურია. რადგან კურსზე ჩარიცხული ჯარისკაცები უფრო მომზადებულები არიან. მათ უკვე იციან თხილამურებზე დგომა. გარდა ამისა, ჩვენ უფრო ხელსაყრელი პირობები გვაქვს მსგავსი კურსებისთვის. რადგან ჩვენი ბაზა სათხილამურო ტრასებთან ახლოსაა. ეს კი მეტი ინტენსივობით ვარჯიშის საშუალებას გვაძლევს. ფრანგები გათქმულები არიან მსოფლიოში როგორც სამთო მომზადებაში საუკეთესო სპეციალისტები და ეს არის ორმხრივი შეთანხმება საქართველოს საფრანგეთის სახელმწიფოთა შორის შეთანხმება 2007 წელს ხელმოწერილი, რომლის საფუძველზეც
მიმდინარეობს მომზადება. ჩვენ გავიარეთ აგვისტოში ზაფხულის კურსი და ეხლა არიან ჩამოსულები გაგვატარონ ზამთრის კურსი. ხილამურების გამოყენების გარდა ქართველი სამხედროები კლდეს ეცოცვას, ბაგირით დაშვებას და მდინარეების გადალახვის ხერხებს სწავლობენ. გარდა ამისა, სწავლების დროს გათვალისწინებულია ისეთი მეთოდების შესწავლა, როგორიცაა ფიქსირებულ თოფზე ასვლა და დაბრკოლებებზე ქვედანაყოფების გადასასვლელების მომზადება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თოვლიან და რთულ მეტეო პირობებში მოძრაობას. ყოველკვირეულად ხილამურებითა და იარაღით აღჭურვილი სკოლის პირადი შემადგენლობა მინიმუმ 35 კილომეტრიან მარშს გადის. მარშის დროს ეწყობა ჩასაფრებებიც. იგლუ, ასე უწოდებენ თოვლის სახლებს საფრანგეთში. ამ ტიპის თავშესაფარს სამთო მსროლელები საბრძოლო ოპერაციის წარმოებისას რთული მეტეო პირობებისგან თავის დასაცავად და დასასვენებლად აშენებენ. ეს სახლი კეთდება იმისთვის, რომ თავი დაიცვა ბუნებრივი კლიმატური პირობებისგან, სიცივე, ქარი, წვიმა და თავი შეაფარო და გადარჩა. საჩხერეში ჩატარებული კრთნების დასასრულს ქართულ სამხედროებს ტესტირება ჩაუტარდათ. 18 ჯარისკაცი 3500 მეტრის სიმაღლიდან დაეშვა. ტესტირება ყველა მწარმოებით გაიარა. Dans le temps imparti, on regardera ça quand on sera rentré à la maison. ტესტი დამთავრდა, ყველაფერმა გაგაჩაიარა და იმედი მაქვს, რომ ყველა ჩაიგია დროში. ამას დაჭირდება შემოწმება, ყველა წერტილი გაიარა თუ არა სულ და ამის შემდეგ იქნება შედეგები. საერთო ჯამში ყველაფერმა გაგაჩაიარა. ტესტი შეიძლება ჩაითვალოს დადებითად და წარმატებით. Il vous reste encore à progresser dans le domaine du ski pour pouvoir vous engager dans des déplacements et stationnements en montagne. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ თქვენს წარმატებას და გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში. აღნიშნული კურსის სიახლეა ქართული სამთო მსროლელებისთვის. ევროპულსა და ქართულ სკოლებს შორის განსხვავება სწავლების მეთოდიკაში არ არსებობს. საჩხერეში ფრანგების მიერ ჩატარებული სასწავლო კურსი ევროპული სკოლების პროგრამების მიხედვით ქვედა პირველ დონეს ეკუთვნის. საფრანგეთში ეს დონეები ეტაპობრივად რთულდება. Bien sûr. Le stage ici a pour objectif de former les gens pour qu'ils obtiennent le brevet de skieur militaire. Absolutურად ყველა დონეს განსაკუთრებული შრომა და ძალისხმევა სჭირდება. მიუხედავად დატვირთული პროგრამებისა, ფრანგი ჯარისკაცები დიდ დროს ინდივიდუალურ მომზადებასაც უთმობენ. ეს მათ ხელს უწყობს შემდგომ ეტაპზე დასმული გართულებული ამოცანების შედარებით იოლად დაძლევაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საჩხერის სამთო ბატალიონის ინფრასტრუქტურის გაზრდასა და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურ მიახლოებას გეგმავს. მომავალში ბატალიონს საკუთარი სამთო სათხილამურო საწვრთნელი ბაზა ექნება. ქართული სამთო მსროლელები დღესდღეობით კლასის ამაღლებისა და მაღალ დონეებზე გადასვლის მიზნით მომზადება საფრანგეთის, იტალიისა და სხვა ქვეყნების სამთო სკოლებში გადიან. სამთო სკოლას დიდი მომავალი აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სკოლაში, ხდება ჯარისკაცების გადამზადება, ინსტრუქტორების მომზადება, ყოველივე ეს აისახება ჩვენს მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე, ჩვენს მიერ ჩატარებულ მეცადინეობებზე და განხორციელებულ ოპერაციებზე. საჩხერის სამთო მსროლელთა მომზადების სკოლაში კურსანტთა ახალი ნაკადისთვის ემზადებიან. ამ წლის აპრილიდან ჩვენ დავიწყებთ ქვედანაყოფების მომზადებას ზაფხულის სამთო კურსის გავლას და ალბათ ზამთარში ამავე წელს დავიწყებთ ზამთრის კურსის ჩატარებას. პირველ რიგში მივიღებთ ერთოცეულს. მომავალ სამთო მსროლელებს სასწავლო კურს უკვე ქართველი ინსტრუქტორები ჩაუტარებენ.